დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სასკოლო კონკურსის ფოტოსინთეზის რეგიონული ტური გაიმართა. ტურის ფარგლებში გამოვიდნენ გამარჯვებულები, რომლებიც ეროვნულ ტურზე ნიკო ქეცხოველის სახელობის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის პრემიის მოსაპოვებლად უკვე 21-მა თბილისში გაემგზავრებიან. ტურის ფარგლებში გალერეაში საკონკურსო ნამუშევრები სკოლის მოსწავლეებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან ჰქონდათ წარმოდგენილი. თემა საქართველოს ფაუნა, ფოტოგრაფია ვიეს ნადირობა წარმოადგენდა და მისი მიზანი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. პირველ ეტაპზე იყო სასკოლო ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით და პერიოდულად სხვადასხვა რეგიონების მიხედვით ეწყობა ესეთი გამოფენები, ანუ სასკოლო ტურებში გამარჯვებული ბავშვების, ამ შემთხვევაში ფოტოების. დღეს აქ ქუთაისში არის იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის გამარჯვებული სურათების გამოფენა. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ზრდის ბავშვთა ჩართულებას ხელოვნების სფეროში და ხელს უწყობს აი ეს კონკრეტული პროექტი ბუნებასთან ურთიერთობის შემჭიდროებაში.